ისრაელის პერსპექტივით სამომავლოდ პალესტინელ ტოლობთა მთავარი მიმღები ქვეყნები უნდა გახდნენ მისი მეზობელი არაბული ქვეყნები, ამ შემთხვევაში ეგვიპტე, იორდანია და დღეს უკვე სირიაც. თუმცა აქ არის მთავარი გამოწვევა, თუ კი ეს ქვეყნები გადაწყვეტენ იმას, რომ როგორც ღაზის სექტორიდან, ასევე სამომავლო სცენარში დასავლეთ სანაპიროდან მასობრივი რაოდენობით მიიღონ პალესტინელები, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები რეალურად უარს ამბობენ პალესტინურ სახელმწიფოს შექმნაზე და მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ქრება პალესტინელთა საკითხი. ეს იქნება საკმაოდ კრიტიკული გამოწვევა აი ამ შიდა პოლიტიკური ელიტებისთვის და რამდენად გაუმკლავდებიან მსგავსი ტიპის გამოწვევას და იმ კრიტიკას, რომელიც წარმოიქმნება როგორც ეგვიპტურ, ასევე იორდანულ საზოგადოებაში, ეს აჩენს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნებს. ასევე პალესტინელთა მასობრივი რაოდენობით მიღება როგორც იორდანიაში, ასევე ეგვიპტეში გამოიწვევს ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკების პალესტინიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალიზდება ამ ქვეყნებში, გახდება უფრო ასე ვთქვათ ანტისიონისტური და სამომავლოდ შეიძლება იქონიოს გავლენა ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე და გახდნენ უფრო ასე ვთქვათ წინააღმდეგობრივი ისრაელის მიმართ. და შემდგომში პალესტინელების მხრიდან ნებისმიერი ტიპის აგრესია, იქნება ეს დივერსია, ტერორისტული აქტი თუ სხვა ტიპის თავდასხმა, როგორც იორდანიის ტერიტორიიდან, ასევე ეგვიპტის ტერიტორიიდან, ისრაელს მისცემს ეგრეთ წოდებულ კასუს ბელის მიზეზი იმისა, რომ საკუთარი აგრესია გადაიტანოს უკვე მის ამეზობელ ქვეყნებზე, რაც რეალურად დგას ისრაელის დღის წესრიგში დღესვე. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ისრაელის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში დგას ეგრეთ წოდებული დიდი ისრაელის პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული ბიბლიური ისრაელის შექმნას და მოიაზრებს მდინარე ნილოსიდან მდინარე ევფრატამდე ტერიტორიას. მსგავსი ტერიტორიული მოცემულობით ისრაელის გამოსახულება უკვე არსებობს არა როგორც არაფორმალურ სივრცეში, არამედ ის არის გამოსახული ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბეიჯებზეც. ამიტომ ეს არ არის რაღაც მხოლოდ მედია დისკურსი, ან აკადემიური დისკურსი, ან უბრალოდ არაფორმალურ პერსონათა განცხადებები, ეს შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ეს არის სახელმწიფო დონეზე აყვანილი პროექტი.